ასე 37 წლის წინ ქართველი ხალხი აქ საქართველოს მტრებს დაუხდა. მტერს მაშინ რუსეთის საბჭოთა ჯარისკაცის ფორმა ეცვა. დღეს კი იგივე პასუხი მოქალაქეებისგან ივანიშვილის პარტიამ მიიღო. პროტესტის ხმა ვერ ჩაახშეს. არადა რუსთაველის გამზირზე სასურველი სურათი შექმნისთვის ქართული ოცნება ბევრს ეცადა. საქმეში პოლიციას კი ჩართეს, რომელმაც ოცნების ლიდერების გამოჩენამდე 9 აპრილის მემორიალის გარშემო შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტის კიბესთან მოაქცია და ცოცხალ ჯაჭვს მიღმა გამოკეტა. შედეგად მემორიალთან მისვლა ივანიშვილის წარმომადგენლებმა იზოლირებულად ხალხთან კონტაქტის გარეშე მოახერხეს, თუმცა კომფორტისთვის ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. პარტიამ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა, მოკითხვაც მხოლოდ ერთმანეთის შეძლეს და ისე რომ მედიასთანაც არაფერი თქვეს, ტერიტორია მალევე დატოვეს. ეს კი ოცნების შედარებით თამამი შემადგენლობაა. საკრებულოს ეგრეთ წოდებული დეპუტატები 9 აპრილის მემორიალთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა და მათთან ერთად ძალოვანებმაც ტერიტორია დატოვეს. თუმცა მოქალაქეებთან პირისპირ დგომა რთულად ასატანი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბექა დავითულიანისთვის, რომელმაც რუსთაველზე შეკრებილები ჯერ სიტყვიერად შეურაცხო, შემდეგ კი არც ფიზიკური ძალის გამოყენებას მოერიდა. ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამყიდველო, შიშრებო და ლაჭრებო. ეს ქვეყანა არ ისე როგორც რუსულ რეჟიმს შეეფერება. ოცნების წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტის სულისკვეთებას ოპოზიციაც იზიარებს. ალიანსის ლიდერები მემორიალთან გმირების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს ერთობლივად მივიდნენ, მთავარი გზავნილით, რომ 9 აპრილის მონაპოვარი საფრთხეშია. ამ საფრთხის წყარო კი სწორედ ივანიშვილის პარტიაა, რომელიც ადგილზე კრემლის ინტერესს წარმოადგენს. ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა სწორედ ამ შენობაში. და არავინ, ვინც ზვიად გამსახურდია სავარძელში ჩასვამს, გავრილობს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი, არასდროს. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, ის რაც აქ ვნახეთ, ნამდვილად ძალიან უსიამოვნოა, როცა საქართველოს ყავს მთავრობა, რომელსაც აქ არ მოესწრება, ისე რომ ხალხმა არ დაუსტვიდეს. რეჟიმის წევრები არა მხოლოდ 9 აპრილის მემორიალთან, არამედ ქუჩაშიც ვერ გადაადგილდებიან დაცვის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ხელყოფენ სწორედ იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რასაც მრავალი წლის წინ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან, რომელიც საქართველოს მარტო სტოვებს რუსეთის პირისპირ და ჩვენი ისტორია მოწმობს, რომ რუსეთის პირისპირ საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება. იყო გზავნილები ერთობის მნიშვნელობაზეც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 9 აპრილი უახლესი ისტორიიდან ის თარიღია, რომელმაც ქართულ ხალხს ერთად დგომის გავლენა აჩვენა და ახლაც, როცა იგივე მტერია დასამარცხებელი თანაც კიდევ უფრო ახლო დისტანციაზე. საჭირო ისევ ძალების გაერთიანებაა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ალბათ 9 აპრილის მთავარი შინაარსი ეს არის. და მთავარი ის არის, რომ 9 აპრილი არის ის დღე, როდესაც ჩვენ კარგად შეგვიძლია დავინახოთ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერს, რომ შეუძლია ნებისმიერ მიზანს, ნებისმიერ მისიას მიაღწიოს. მაგრამ გათითოკაცებულები როცა ვართ, მაშინ ვართ სუსტები. და დღეს ისე როგორც არასდროს უნდა გავარჩიოთ ის, ვინც გვათითოკაცებს, არ არის ჩვენი მეგობარი და ჩვენ მათ ბოროტებას უნდა დაუპირისპიროთ სიკეთე, ერთმუშტად შეკრა. 9 აპრილს გაღებულმა მსხვერპლმა დააჩქარა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება და ამიტომ ერთი მხრივ არის მწუხარების თარიღი, როდესაც ვიგონებთ დაღუპულ ადამიანებს, მეორე მხრივ ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ იმ ერთიანობას, რომელიც ყველას ჰქონდა, უნიკალურ ერთიანობას, რომელიც ყველას ჰქონდა 91 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეს ერთიანობა გვჭირდება სწორედ ეხლა იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ივანიშვილის პარტიის მისამართით დღეს მწვავე იყო საომე ზურაბიშვილის გზავნილიც. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქართული ოცნება, რომელიც 9 აპრილს დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ემზადებოდა, სამშობლოს ხალხში დაადანაშაულა და თქვა, რომ მემორიალთან მათი ადგილი არ არის. non pasaran ერთხელ ვთქვი და ეს არის ჩვენი მართლად გზავნილი, რომ რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომს და პატივისცენ, ვითომს თუნდაც დაიჩოქონ.
არაფერი არ ეშველებათ, იმიტომ ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდიან, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი არ ვიცი, გამდიდრებისთვის თუ თავიანთი რისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც აღარ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. ეს კი კონტრასტის მკაფიო ასახვა გამოვიდა. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მემორიალთან ქართული ოცნების ლიდერების წასვლის შემდეგ იმ დროს მივიდა, როცა მოქალაქეები ისევ პოლიციის კორდონს მიღმა იმყოფებოდნენ. საპროტესტო შეძახილები, მადლობის შეძახილებმა სწორედ ელჩის გამოჩენის დროს ჩაანაცვლა. რაც აქ მოხდა 1989 წლის 9 აპრილს იყო ბერლინის კედლის დანგრევამდე, ნახევარი წლით ადრე. ასე რომ ის აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას და ყველა ერთს მთელს მსოფლიოში, რომლებიც მიილტვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. თუ გადავხედავთ მსოფლიოს, შევძლებთ დავინახოთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი დღეს სხვა მეგობარი სახელმწიფოების ელჩებმაც მიაგეს. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერშინსკიც. დღის მეორე ნახევარში კი მემორიალთან დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. მსახურება მოსაყდრე შიომ შეასრულა. შემდეგ კი იქადაგა და თქვა, რომ 9 აპრილს გმირების თავდადებით მოპოვებული დამოუკიდებლობა ახლა შესანარჩუნებელია.